დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ნარჩენების მართვის სტრატეგია და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლის მიზანი ნარჩენების მართვის მოდერნიზება, სეპარირებული და შეგროვებისა და გადამუშავების პროცესის დანერგვა, სტრატეგია გარემოს დაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ითვალისწინებს. რადგან ძირითადი გამოწვევები არსებობს დღეს ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების მიმართულებით, დედაქალაქში და როგორია მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესში, თემაზე ვრცლად საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის ხელმძღვანელთან გიორგი გულიაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. რეალურად როცა ნარჩენებზე მის გადამუშავებაზე და სეპარირების ნაწილზე ვსაუბრობთ, თქო თან ამას ვლაპარაკობთ უკვე წლები და ვალდებულებები, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, არ არის უბრალოდ შესასრულებელი, აუცილებლად შესასრულებელია ერთის მხრივ ჩვენთვის, მეორეს მხრივ ან მოქალაქეებისთვის, იმისთვის რომ რეალურად გარემო აბსოლუტურად სხვა გქონდეს და მეორეს მხრივ ამას ყოვალდებულებს საერთაშორისო ასოცაციების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის გაფორმებული, რომლის შეუსრულებლობა ჩვენთვის ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხზე. რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს, სად არის ბიზნესი და რამდენად თანხმდებით, რომ ეს არის ის მიმართულება, რომლის აუცილებლობა დღეს რეალურად დგას ქვეყანაში. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები და მათი კანონმდებლობის სრულად დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ საინტერესოა რა ეტაპზე ვართ დღეს ამ მიმართულებით და რამდენად აქტიურია ბიზნესი და განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ეს ყველაზე მკაფიოდ ჩანს ეს პრობლემა, რამდენად აქტიურად მიყვებიან იმ სტრატეგიას და იმ გეგმას, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით, ეს არის ნარჩენების მართვა და მოგეხსენებათ, რომ წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სეპარირებული შეგროვება ვერ დავიწყეთ ნარჩენების. თუმცა ეს როგორც თქვენ ახსენეთ, როგორც ასოცირების შეთანხმების ნაწილი იყო, ჩვენს კანონმდებლობაშიც არის ასახული. ნარჩენების მართვის კოდექსი ნახსენებია, რომ 2019 წლიდან მუნიციპალიტეტებმა უნდა დაიწყონ ნარჩენების სეპარირებული შეგროვება. თუმცა დღეს ჯერჯერობით აი სისტემურ დანერგვას ამ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ვერ მივახციეთ. ეხლა რაც შეეხება ბიზნესს. გეგმის არსებობა, რომ ხუთწლიანი გეგმა უკვე არსებობს, ეს ერთგვარად წინ გადადგმული ნაბიჯია თუ დაუშვათ ეს მხოლოდ ჯერ ფურცელზეა? იცით როგორ არის, მუნიციპალიტეტებს ევალებათ, რომ კონდეთ ნარჩენების მართვის გეგმები და ასევე სტრატეგია თუ როგორ უნდა განავითარონ ეს სისტემა თუ მუნიციპალიტეტში, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ ყველა მუნიციპალიტეტს გეგმა არ აქვს და თბილისის გეგმაც რამდენიმე წელია უკვე მუშავდება და კარგია რომ აქ საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართული და იმ გამოცდილებას გაუზიარებენ ალბათ მუნიციპალიტეტს, რაც საერთაშორისო კარგი პრაქტიკა არსებობს ამ მიმართულებით. მაგრამ ეხლა რაც შეეხება თვითონ ბიზნესის მოლოდინებს, დღესდღეობით ბიზნესს ეს შესაფუთი ნარჩენები რა წარმოექმნება, ამის მენეჯმენტი უჭირს იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ არსებობს შესაბამისი საშუალებები, რომ თავიდან მოიცილონ ეს ნარჩენები და შემდეგ უკვე გადამამუშავებელს ხელში აღმოჩნდეს და მან გადაამუშავოს. მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რა ტიპის ნარჩენზეა საუბარი, რა პრობლემას ქმნის, ანუ რა გროვდება ეს ჯაჭვი, რომ დაუშვათ საიდან იწყება, მე როგორ ხდება მის შეგროვება და სადამდე მიდის გადამუშავება, აი მთელი ჯაჭვი რომ მეტნაკლებად ავუხსნათ, რომ უფრო კარგი წარმოდგენა შეგვექმნას, რეალურად რა პრობლემასთან და გამოწვევასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, ჩვენ საუბრობთ შეფუთვის ნარჩენებზე, რომელსაც საყოფაცხოვრებო ნარჩენი შეიძლება დავარქვათ, საყოფაცხოვრებო დონეზე ჩვენ ყოველდღიურად წარმოვქნით ამ ნარჩენს. ეს არის მაგალითად მუყაო, პლასტიკი, შუშის ნარჩენი, ხო და ასე შემდეგ. არის ორი ნაწილი, ერთი არის რომ საყოფაცხოვრებო დონეზე რასაც ჩვენ ყოველდღიურად წარმოვქნით და მეორე არის ბიზნესი რასაც წარმოვქნის. ხო, ასევე წარმოვქნის დიდი რაოდენობით ამ ნარჩენებს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ მუნიციპალიტეტებმა დაიწყონ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და სეპარირებული შეგროვების დანერგვა. რაც ხელს შეუწყობს რამდენიმე პრობლემის გადაჭრას. ერთი რომ პირობითად ეს ნარჩენები აღარ მოხდება ნაგავსაყრელზე. დღეს როგორ ხდება, რომ ამ ნარჩენებს ჩვენ საერთო ურნაში ვათავსებთ, მუნიციპალიტეტი აგროვებს ამას და მიაქვს ნაგავსაყრელზე და იქ ხდება ამის განთავსება და დამარხვა, ხო? თუმცა ამ შემთხვევაში ერთი რომ ნაგავსაყრელი სწრაფად ივსება, არ არის ამ უწურავი რესურსი არ გააჩნია, მეორე რომ რესურსია ეს ნარჩენები და არ არის ნაგავი, როგორც ხშირად მოიხსენიება. გადამუშავების შედეგად ის ჩვეულებრივი ეკონომიკაში დავაბრუნოთ, რაც ხელს შეუწყობს, რომ სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის გარემო პირობების გაუმჯობესებას, ხო, ეს არ მოხდება ნაგავსაყრელზე, არ მოხდება ჩვენს საკვებჯაჭვში და მოკლედ ბევრ პრობლემას მოაგვარებს. მეორე მხრივ გადამამუშავებელი სექტორის
განვითარებას შეუწყობს ხელს, ხო? იმიტომ რომ დღეს მაგალითად პლასტიკის გადამამუშავებელი საწარმოები და ქაღალდის გადამამუშავებელი საწარმოები ვერ ვითარდებიან, იმიტომ რომ საკმარისი ნედლეული არ გააჩნიათ. აი მეორეს მხრივ მაგალითად ჩვენ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება იცით რომ 4 სპეციფიკურ ნარჩენზე არის, ხო? აქ პირიქით არის ჩვენ ახლა საკმაოდ დიდი რაოდენობით ნარჩენი შევაგროვეთ და ყველა MGV-მ ერთად 40000 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენი შევაგროვეთ, რომელიც აღარ მოხდა გარემოში, არ დააბინძურა გარემო, მაგრამ მეორე მხრივ გადამამუშავების მიმართულებით არის პრობლემები, იმიტომ რომ არ არის საწარმოები, რომლებიც ამას გადაამუშავებენ, ხო? ანუ რეალურად ის რაც დაუშვათ განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის იქ ევროპაში არის რეალურად ბიზნესი და თან კარგად განვითარებული, იმიტომ რომ მე მაგალითად ავსტრია არის ამ მიმართულებით ერთ ყველაზე ცნობილი ქვეყანა, რომელიც გადამუშავების ნაწილში ძალიან კარგად გამოიყენებს ამას. ჩვენთვის ეს არის რეალურად პრობლემა. მაშინ გამოსავალი სად არის და ძალიან მნიშვნელოვანი. ბიზნესი რამდენად მზად ხართ? ერთია შეგროვება, მეორეა რამდენად მზად არის ბიზნესი, რომ ეს ბიზნესად აქციას უკვე გადამუშავების ნაწილში. და შეგროვებული სად მიდის ახლა? მე რამდენადაც მახსოვს, გარკვეულწილად იყო, რომ მოთხოვნა დაუშვათ, რომ ეს შეგროვებული ექსპორტის ნაწილზე ხვედრილი იყო, ანუ ამ შემთხვევაში სხვა ქვეყანაში დასულიყო და იქ გადამუშავებული იყო. ჩვენ შემთხვევაში რა ხდება და ის მაგალითად ის როდესაც ახსენეთ ახლა 40 ტონა შევაგროვეთო, იმის ბედი რა იყო, ანუ განვითარების შემდგომ ეტაპს წავედით თუ არა? დიახ, კარგი კითხვა. მე დიახ, სპეციფიკურ ნარჩენებს რაც შეეხება, ჩვენ რაც შევაგროვეთ, დიდი ნაწილი გადავეცით გადამამუშავებელ საწარმოებს, რომლებიც არსებობენ საქართველოში, ოღონდ ეს არ არის საკმარისი, არის მცირე საწარმოები. მათ სრულად აითვისეს ეს და კიდე დაგვჭა და ვერ ეხა საწყობებში გვაქვს დასაწყობებული გარკვეული ნაწილი, თუმცა მაგალითად ზეთების მიმართულებით ეს გადის ექსპორტზე და მუშავდება ევროკავშირში, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა, თუმცა საბურავების ექსპორტზე გატანა პირობითად ძალიან ძვირადღირებული პროცესია და არ არის რენტაბელური, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამ კუთხით საქართველოში შეიქმნას ის სიმძლავრეები, რომ გადამუშავდეს ეს შეგროვებული საბურავები, ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობთ, მათ შორის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად და ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე გარკვეული საწარმოს დაფუძნებას დავაანონსებთ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორები არიან თუ ამ შემთხვევაში ქართველი პარტნიორები? იცით როგორ არის ჩვენი პარტნიორები, ვისაც ეს ვალდებულებები ეხება, არიან ქართული კომპანიები, რომლებიც აცნობიერებენ მათ პასუხისგებლობას, იმიტომ რომ ჩვენ MGV ორგანიზაციები მათ კოლექტიურ ვალდებულებას ვასრულებთ. ხო, ერთია პასუხისგებლობა და მეორეა რეალურად ეს შემოსავლის წყარო ბიზნესის. რა თქმა უნდა, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში ეს არ არის, ვთქვათ, საინტერესო ბიზნესის კუთხით, იმიტომ რომ გრძელვადიან ამონაგებს გულისხმობს და ყველა ქვეყანაში სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავება არის სუბსიდირებული გარკვეულწილად, ასე თუ ისე. მაგრამ აი თქვენ ახსენეთ ახლა ბიზნესი, ხო? ბიზნეს მოდელები, ხო? მაგალითად, შეფუთვის ნარჩენების გადამუშავება უფრო მომგებიანია, იმიტომ რომ აქ მოთხოვნა დიდი არის ამ გადამუშავებულ პირობითად პროდუქტზე, რომელსაც გადამუშავების შედეგად მივიღებთ და საწარმოები არსებობს საქართველოში და ვერ დატვირთვას, ანუ სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ. სადღაც 30-40%-ის დატვირთვით მუშაობენ, იმიტომ რომ ნედლეული არ გააჩნიათ. აქ უფრო ადვილი არის, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს და პირობითად მაშინ რა გამოწვევებს ვაწყდებით, ანუ რეალურად სად არის პრობლემა? სახელმწიფო პოლიტიკაში, კერძო სექტორში თუ სად არის, რომ ეს მიმართულება რეალურად განმავითაროთ? პრობლემა არის აღსრულებაში, ხშირ შემთხვევაში, პირობითად ჩვენ მივიღებთ გარკვეული კანონმდებლობა ავალდებულებს ბიზნესს რომ მართოს ნარჩენები, მეორე მხრივ ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს რომ ითანამშრომლონ ბიზნესთან, მაგრამ აღსრულების ნაწილში გვაქვს პრობლემები. იგივე არის მაგალითად თქვენ ახსენეთ მუნიციპალიტეტების მიმართულებით არის ამ წუთას პრობლემა როგორც ხვდები? საერთაშორისო გამოცდილება რა ვახსენეთ, ხო? ავსტრია ვახსენეთ, იქ ბელგია ვახსენოთ, ნებოთ ჰოლანდია. მე უბრალოდ ავსტრიაში მაქვს საკუთარი ნანახი, სწორედ ამიტომ მოვიყვანეს მაგას. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება ნანახი და მოკლედ ბელგიაში მაგალითად ნაგავსაყრელი აღარ არსებობს. საკუთრებულ ნაგავსაყრელი გაუქმებულია, იმიტომ რომ არსებობს მუნიციპალური რეციკლირების ცენტრები, სადაც მიდის ყველა ნარჩენი, ყველა შეგროვებული ნარჩენი ხარისხდება და მერე მიდის გადამამუშავებლად. ჩვენც უნდა ვიაროთ ამ მიმართულებით. მუნიციპალიტეტებმა უნდა შექმნან რეციკლირების ცენტრები, სადაც თავს მოიყრეს ეს ნარჩენები. და მერე ბიზნესი მზად არის, რომ ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან და აფინანსოს კიდევაც გარკვეულწილად
ის მიმართულებები, რაც ბიზნესს შეეხება. ეხლა რაც შეეხება ჩვენ შესაფუთი ნარჩენები ვახსენეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა დაიწყოს სეპარირებული შეგროვება, თუმცა ამ მიმართულებითაც უნდა დავნერგოთ წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ეფექტური. თუმცა როცა საქმე სუბსიდირების ნაწილს ეხება, საქართველოში იმდენად ბევრი მიმართულებით არის სუბსიდირება და მე პირად მიმაჩნია, რომ სუბსიდირება არ არის კარგი, იმიტომ რომ ეს კონკურენციას და ბიზნეს განვითარების რესურსს არ იძლევა იმ მასშტაბით. ამ შემთხვევაში არ ვიცი, ამდენად სწორი პოლიტიკა იქნება ეს, თუმცა ის რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორს ამ თემაზე ბევრი გაქვთ სამუშაო, რომ ეს მიმართულება განავითაროთ, ეს უშუალოდ ფაქტია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და შევხვდებით უკვე ახალ სეზონზე. გიორგი გულიაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.